გამარჯობა, დღეს 10 მაისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1997 წლის 10 მაისს დაიბადა ბრაზილიელი ფეხბურთელი რიშარლისონი. 2022 წლიდან ის თამაშობს ლონდონის ტოტენჰემში. 1923 წლის 10 მაისს დაიბადა აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე ჰეიდარ ალიევი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის აირჩიეს აზერბაიჯანის პრეზიდენტად. ჰეიდარ ალიევი ითვლება აზერბაიჯანის თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთ დამფუძნებლად, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში. 1974 წლის 10 მაისს დაიბადა ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი სილვიან ვილტორდი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის არსენალი, ლიონი და მარსელი. 2000 წელს ის გახდა ევროპის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად. 1996 წლის 10 მაისს დაიბადა ამერიკელი კალათბურთელი ტაიუს ჯონსი. ის თამაშობს NBA-ის გუნდ ფოენიքს სანსში. 1965 წლის 10 მაისს დაიბადა კანადელი სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა. ის ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან მოდელად. ლინდა ევანგელისტა 700-ზე მეტ ჟურნალის გარეკანზეა გამოსახული. 1988 წლის 10 მაისს დაიბადა ინგლისელი ფეხბურთელი ადამ ლალანა. ის 6 წლის მანძილზე იცავდა ლივერპულის ღირსებას, სადაც მოიგო UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის პრემიერლიგა. 1960 წლის 10 მაისს დაიბადა ირლანდიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და აქტივისტი პოლ დევიდ ჰიუსონი, უფრო მეტად ცნობილი როგორც ბონო. ის არის როკ ჯგუფ U2-ს წამყვანი ვოკალისტი და ტექსტების ავტორი. 1959 წლის 10 მაისს დაიბადა იტალიელი მოდის დიზაინერი და ბიზნესვუმენი მიუჩია პრადა. ის არის პრადას მთავარი დიზაინერი და მიუ მიუს დამფუძნებელი. მიუჩია პრადა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში. 1969 წლის 10 მაისს დაიბადა ნიდერლანდელი ყოფილი ფეხბურთელი დენის ბერგკამპი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის აიაქსი, ინტერი და არსენალი. მას მოგებული აქვს არაერთი ტიტული, მათ შორის 3-ჯერ ინგლისის პრემიერლიგა, 2-ჯერ UEFA-ს თასი და 4-ჯერ FA კაპი. 1899 წლის 10 მაისს დაიბადა ამერიკელი მოცეკვავე, მსახიობი, მომღერალი, მუსიკოსი, ქორეოგრაფი და ტელეწამყვანი ფრედ ასტერი. მისი თეატრალური და კინოკარიერა 76 წელი გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც ასტერმა 31 მუსიკალურ ფილმში ითამაშა. მან მიიღო საპატიო ოსკარი, ბაფთა, 2 ოქროს გლობუსი, 3 ემის და 1 გრემის ჯილდოები. ბევრი კრიტიკოსის აზრით ის ჰოლივუდის ისტორიაში საუკეთესო მოცეკვავეა. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.